ასევე უნდა გავაკეთოთ ეგრეგორების კლასიფიკაცია იმპულსის მიმართულების მიხედვით, დაღმავალი, ჩამომავალი იმპულსის ეგრეგორები და აღმავალი იმპულსის ეგრეგორები. განვიხილოთ. პირველი, დაღმავალი, ჩამომავალი იმპულსის ეგრეგორები. მაგალითად, ქრისტეს იმპულსის ეგრეგორი, ბუდას იმპულსის ეგრეგორი, სხვადასხვა ეზოთერული და ასტრალური ეგრეგორები. ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია იმპულსის შემოსვლა ზე სისტემიდან ან პარალელური სისტემიდან, განზომილებებიდან ჩვენს სისტემაში, განდობები, ხელდასმები და ასე შემდეგ. ამ დროს სისტემა შედარებით პასიურია და გარკვეული ქმედებების, რიტუალების ან მსახურების სანაცვლოდ ელოდება მადლს, ძალას ან განდობას ზემოდან. მეორე, აღმავალი იმპულსის ეგრეგორები, მაგალითად მეცნიერება, სხვადასხვა მთვარის კულტები, ვიკანიზმი და ასე შემდეგ. ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია ევოლუცია ქვემოდან ზემოთ, ევოლუციის გზით, პრინციპით მე თვითონ, ჩემი გზით და მეთოდით. ამ დროს სისტემა შედარებით აქტიურია და არ ელოდება მადლს ზემოდან, არამედ თვითონ მიიწევს ზე სისტემისკენ რისკის და შეცდომების ფასად. ამ ორივე ტიპის ეგრეგორში შეიძლება ხვდებოდეთ როგორც სისტემურ, ასევე პარაზიტულ ეგრეგორებს. უმეტესად კი სისტემურ პარაზიტულ ეგრეგორებს. კაცობრიობის ეგრეგორი დღეისათვის მთლიანობაში მეორე ტიპს განეკუთვნება, კაცობრიობის განვითარების კონკრეტული ფაზიდან გამომდინარე. ეგრეგორები, რომლებშიც მიმართულების იმპულსი გაჩერებულია, არც დაღმავალია და არც აღმავალი და რომლებშიც იმპულსი მხოლოდ ეგრეგორის შიგნით ტრიალებს, ყდომისთვის არიან განწირულნი. ასეთებს ის ძველი სწავლებები მიეკუთვნებიან, რომლებიც რეალურად აღარ ვითარდებიან და მხოლოდ ზედაპირულ კოსმეტიკურ ცვლილებებს განიცდიან. კაცობრიობის ეგრეგორი. ამ ეგრეგორს ეკუთვნის მთელი კაცობრიობა, მასში შემავალი ყველა ადამიანით. იგი დედამიწის ეგრეგორის ადამიანურ დონეს გამოხატავს. კაცობრიობა ესაა მთლიანი ორგანიზმი, რომელიც მიუხედავად რასობრივი, ნაციონალური, რელიგიური და სხვა სახის დაყოფებისა, თავის არსში ერთი მთლიანობაა და მისი ყოველი წევრი მჭიდროდაა დაკავშირებული ამ ორგანიზმთან, როგორც ერთ მთელთან. იმის მიუხედავად, რომ კაცობრიობა დედამიწის ეგრეგორის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია, ვაკვირდებით, რომ იგი დღეისათვის პარაზიტულად იქცევა და თამისივე ზე სისტემას დედამიწას აზიანებს. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზია ადამიანში ინდივიდუალური ეგოიზმის გაჩენა. ადამიანის ეგოიზმი განვითარების ფაზებს გადის. დღეისათვის კაცობრიობა განვითარების ცხოველურ ფაზაზეა. მის ეგოიზმს უფრო მეტად მტაცებლური ფორმა აქვს და უფრო ძლიერიცაა, რაც ბუნებრივი ფაზაა და წინაპირობაა იმისთვის, რომ ეგოიზმი საკმარისად გაიზარდოს და ალტრუიზმად იქცეს.